თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფის. ყველა კითხულობს, რომ თქვათ რითი დაიწყე, არა, ნულით არა, მინუსით დავიწყე. ჩემი სურვილი იყო შენ იცი, რომ ეს პოდკასტი დაგვეწყო შენით. მაღაზიამდე რომ მივსულიყავი, კარდა ვდიოდი. ეს მაგალითი არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის და სტიმულია ძალიან ბევრი ქალისთვის. და შემდეგ უკვე დაიწყო გზა გადარჩენის. მე მგონი ნატალის სახელმა ძალიან გაამართლა. პირველი სილამაზის სალონი, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ძლიერი ქალის უკან ძალიან ბევრი სირთულე დგას. მე რასაც ყვები, იმაზე ბევრად რთული იყო ჩემი ისტორია. იქნებოდა შენი კომპანია ესეთი წარმატებული თუ იმან განაპირობა ბევრი რაღაც. გამარჯობა. თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. ეს იქნება სივრცე, სადაც ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე და როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ნატალი ჯგუფი 30 წელია სილამაზის ინდუსტრიაში ლიდერობს და სწორედ პირველი ეპიზოდი მინდოდა თავად ქალბატონი ნატალიათი დამეწყო, რომელიც არის ნატალი ჯგუფის დამფუძნებელი. ნატალია, პირველ რიგში გამარჯობა. მიხარია, რომ ეს პოდკასტი შედგა. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს YouTube არხზე, რომელიც უნდა გამოიწერონ, რომ არ გამოტოვონ ჩვენი საინტერესო ეპიზოდები და ჩემი სურვილი იყო შენ იცი, რომ ეს პოდკასტი დაგვეწყო შენით და შენი ძალიან საინტერესო ისტორიით, საიდან მოდის ნატალი თოლორაია. მადლობა სალომე, მადლობა ჩვენს მაყურებელს. მე მინდა რომ პირველ რიგში მადლობა მოგიხადოთ იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს მომეცა იმის საშუალება, რომ თუმცა არაერთხელ მომიყოლია ჩემი ისტორია და ყოველთვის ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს პერიოდების ისევ გახსენება თავიდან. თუმცა ალბათ დადგა ის მომენტიც, რომ კიდე ერთხელ მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს და ასევე ჩვენს ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა თუ რამდენად ნამდვილად ყველაფერი შესაძლებელია. კი, პატარა შესავალს გავაკეთებ კიდე თუ შეიძლება ნატალი ჯგუფი ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს, მოყვები შენ თვითონ თავად. თუმცა აი რატომ მინდოდა რომ მართლა ყველამ გაიგოს ეს ისტორია. ამის უკან დგას ძალიან დიდი გზა, რომელიც ჩვენ თავად გამოიარე, მართლა ძალიან საინტერესო გზა და დღეს ერთი შეხედვით ხო ნატალი ჯგუფი რაღაცნაირი ჭყუიალა წარმატებული კომპანია, რომლის უკან დგას ძალიან ლამაზი, ესეთი წარმატებული ძლიერი ქალი, თუმცა რა სირთულეები გამოიარა ამ თვითონ შენ პირადად და ეს კომპანია როგორ მოსულიყო აქამდე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია რომ იცოდეს მაყურებელმა და კარგი მოკლედ აღარ ვილაპარაკებავს, დავიწყოთ და დაიწყე სულ თავიდან, მოდი დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთი ყველასთვის ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია, ყველას მოგეხსენებათ და აფხაზეთი იყო ჩემი ბავშვობის სადაც დაიბადე და სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, სადაც მთელი ეს ჩემი სითბო და მნიშვნელოვანი დღეები და მთელი წლები განვლილი მაქვს აფხაზეთში, პირადად ქალაქ სოხუმში. 21 წლის ვიყავი, როდესაც უკვე ესე იძულებით მოგვიწია წამოსვლა აფხაზეთიდან, უკვე მყავდა პატარა გოგონა ნათია 1 წლის ნამდვილად ძალიან რთულია დღესაც ამ ყველაფრის მოყოლაც და გადმოცემაც. იცი როგორ რაღაცა იყო, რომ წარმოიდგინე ჩვენ აფხაზეთში სოხუმში ესეთი თბილისთან კავშირი სამწუხაროდ ესეთი დიდად არ გქონდა. არ გქონდა. დიახ და როდესაც ესე მოგვიწია უცებ ჩამოსვლა და მოვხვდით თბილისში, პირადად მე ბავშვთან ერთად მატარებლით ჩამოვედი და როდესაც აი როგორი იყო გზა? აი 21 წლის ნატალია, ძალიან ახალგაზრდა 1 წლის შვილით უცებ აღმოჩნდი აი მატარებელში და აი მოდიხარ აბსოლუტურად უცხო ქალაქში. დღესაც კი ხა თვალწინ მიდგას ის მატარებელი
ხალხით სავსე, აი ძალიან ბევრი ხალხი, იმდენად ბევრი ხალხი, რომ ფიზიკურად დასადგომი ადგილიც არ იყო და ხელმოსაკიდებელი სიმჭიდროვე, ანუ უხაერობა, სადაც ფიქრობ თუ რა იქნება, ანუ სად მივდივართ, რატომ, რისთვის, ანუ კითხვები, რომელიც ფაქტიურად იმ წუთას ყველაფერი ერთად აი იმ მომენტში ქონდა ეკითხვები თუ უბრალოდ აი თავის გადასარჩენად მიდიოდა. იცი რა, იმ მომენტში ახლა სიმართლე გითხრა, უკვე რეალურად არ მახსოვს და მაგრამ მახსოვს ზუსტად ის მომენტი, ახლა როგორც შენ გიყურებ, ახლა აი ამ წუთას ვიხსენებ იმ მომენტს, როდესაც ძალიან მჭიდრო, ძალიან ბევრი ხალხი და დღეს სხვადასხვა ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე მაქვს ესეთი კლაუსტროფობია და ბევრი ხალხის შიში, ხო, თუმცა რაღაცები მომიწია, რომ გადამელახა ეს ყველაფერი და შევძელი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ დღესაც მაგალითად ძალიან მიჭირს ესეთ იმაში ეს გამომდინარე ამ ყველაფრისგან და როდესაც აი ამ მატარებელში ვიჯექი და ვიდექი უფრო სწორად არ ვიჯექი ბავშვთან ერთად უკვე ვფიქრობდი ანუ რა, სად, რატომ, რისთვის, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად ვიყავი. ფაქტიურად, როდესაც ჩამოვედით, არ დაიჯერებთ და ეს ვიდექი და ვფიქრობდი რა უნდა მექნა, სად უნდა წავსულიყავი. ანუ რატო, იმიტომ რომ მამა, დედა, ოჯახის წევრები, მოკლედ ყველა სხვადასხვა გზიდან წამოვიდნენ, მამაკაცები იბრძოდნენ, მაშინ ვიყავი ბებიასთან სოფელში გალში, იმიტომ რომ პატარა ბავშვი მყავდა და იმ წუთას გალი უფრო დაცული იყო და უსაფრთხო იყო და ზუსტად ის ბოლო მომენტი იყო, როდესაც უკვე სოხუმი აიღეს, ყველა სოხუმიდან გადმოვიდა, ფაქტიურად შეუძლებელი იყო გაგება თუ ვინსად იმყოფებოდა და იმ დროს ერთადერთი იყო, როდესაც ბებიამ ესე ჩაგვსვა მაშინ მატარებელში და გამოგვიშვა. და მე როგორ გრძელდება ჩამოხვედი თბილისში? ხო, მე გრძელდებოდა პირველი, ну, რა თქმა უნდა, ეხაც ძალიან ესე მიჭირს, ალბათ ის ახალგაზრდობა იყო ის, რომ ამ ყველაფერმა შემაძლებია. შემდეგ, ну, გზა ყოველთვის არის და დღეს ამას ვიძახი. გამოჩნდა ყოველთვის არსებობს კეთილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ქუჩაში არ დავრჩით. მერე უკვე შემდგომ აი მატარებლიდან რო ჩამოხვედით, მერე სად მოგიწიათ წასვლა? კი, წავედით, ну, ეხა იცით რა, ერთი შეხედვით რა თქმა უნდა არ გვაკავშირებდა თბილისთან, თუმცა საერთოდ არ კავშირი ეხა რა თქმა უნდა არ არსებობს და იქ უკვე ნათესავის შეიძლება შორეული ნათესავები, ახლო ნათესავები ყველა გამოჩნდნენ მართლა ამისათვის რომ დავებინავებიეთ და ну, მოკლედ ესე ქუჩაში არ დავრჩით ნამდვილად. მეორე მესამე დღე იყო, როდესაც უკვე ტელევიზორით გავიგეთ, რომ ჩემი ძმა დაჭრილი იყო და აქ უკვე სამავთყოფოში ჯილდოს აძლევდნენ და აქედან გავიგეთ, რომ ის ცოცხალია. მამა სვანეთიდან, ძმა, ну, ესე ოჯახის წევრები ყველანი შევიკრიბეთ. რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ უკვე ყველა გადავრჩით და გადარჩენის ზეიმი იყო ფაქტიურად ის, რომ ოჯახის წევრები ყველანი ვიყავით ცოცხლები. და შემდეგ უკვე დაიწყო გზა გადარჩენისკენ. მოვხვდით შემდეგ საერთო საცხოვრებელში, ეს იყო დელისთან საერთო საცხოვრებელში, რომელიც თვითონ სახელმწიფომ მოგვცა. ერთი ოთახი იყო, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით. აი რამდენი ყველა ერთად, აი რამდენი ადამიანი. ყველა ერთი, რა ვიცი, 8-9 ადამიანი ყველა ვცხოვრობდით ერთ ოთახში. სხვათა შორის მუხუდოს ყავას ვსვავდი და ძალიან კარგი იყო, უფრო გამხდარი ვიყავი. შეიძლება აიტაცონ მუხუდოს ყავა, არ გვინდა. ხო, ну, მოკლედ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო, თუ რამე შესაძლებელია დღესაც ადამიანმა იფიქროს. შემდგომ ჩემი ესეთი ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც 48 და 49 წლის იყვნენ, ამ სტრესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ რეალიზება ვერ მოახდინეს, ისინი იყვნენ
პედაგოგები სოხუმში. ანუ დატოვეს ალბათ დატოვეს თუ რამე არის, რა თქმა უნდა, ეხლა დატოვეს ის თუ რაც უშრომიათ ყველაფერი და ძალიან ესეთი ცუდი სენით დაავადდნენ ერთიც დედა 58 წლის ასაკში, მამა 50 წლის ასაკში და პირველად უკვე იყო ბრძოლა იმისათვის რომ მათი გადარჩენისკენ მებრძოლა და რა უნდა მეკეთებია. ეხლა ნახეთ მე ვსწავლობდი სოხუმში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და 92 წელს ვიყავი უკვე მეხუთე კურსზე, როდესაც 92 წელს მოხდა ომი და მოგვიწია გადმოსვლა, უკვე ქუთაისში იყო სადაც ბოლო გამოცდა უნდა ჩაგვებარებია და აგვეყო ეს დიპლომები, მაგრამ თუმცა ერთი ჩასვლა ჩავედი, მაგრამ ჩავთვალე რომ ის დრო რომელიც უნდა იმ წუთას დამეხარჯა ამისათვის აქით უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლების ყოველდღიური წამლის ნუ აღარ იყო იმის დრო გვერდით გადადე რომ ჩემ მშობლებისთვის მიგეხეთ. კი ბატონო და დავიწყე აი ესე რომ ვთქვათ პირდაპირ ჩემი მშობლების გადარჩენისთვის ბრძოლა. ნუ ეს ხდებოდა მაგალითად ეგეთ ერთ-ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. ხო, აი საქმიანობა რასაკეთებდი მაგისთვის. კი, ყველა კითხულობს, რომ ვთქვათ, რითი დაიწყე, არა, ნულით არა, მინუსით დავიწყე, არა ნულით, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ხას უსმევ, რომ ჩვენ ისე წამოვედით ძალიან სწრაფად, რომ არც არაფრის წამოღების საშუალებაც არ ქონდა. არანაირად, აი იქ როგორც ქუჩა ესე გარეთ ვსეირნობდით, ზუსტად ესე. აი პირდაპირ ესეთი, რა ვიცი, რაც გვეცვა საშინაო ტანსაცმლით. ეს იყო რომ დილის 6 საათზე დგებოდი, მივდიოდი ლილოში. იქ ვიღებდი მაგალითად ტანსაცმელს, რომელიც შემდეგ უნდა გაგეყიდა და აქ ვაგზალზე იყო და არის კიდევაც სადაც ყიდიან და ალბათ ვერავის ვერ წარმოედგინა რომ შენ როდესმე თქვა აკეთებდი მიდიოდი დილით 6 საათზე ლილოში რა ვიცი მე მიმაჩნია რომ არა ეს მე ვფიქრობ აი ყველაზე მაგიტომაც ხარ დღეს ну ყოველ შემთხვევაში ჩემი განმოსახედიდან ესე არის რომ მართლა არაფერი ციდან არ არის ყოველთვის რაღაც ახლავს და სირთულეები მაგრამ მარტო ის კი არ იყო რომ იქიდან წამოხვიდოდი ამ ყველაფერს ესე ლამაზად მოხვიდოდი იქ ეს ადგილები სადაც უნდა ვაჭრობა სადაც გიწევდა და უნდა გევაჭრა ანუ რასაც ქვია ის ადგილები ყველას ჰქონდა თავისი საკუთარი და შენ რომ მოდიოდი ეხლა და მოგინდა რომ მოიტანე ხო აი როგორ ხდებოდა სიტყვაზე ეგ არ ვიცოდი რომ თურმე არ შეიძლებოდა იმიტომ რომ რაღაცას მიიტანდი იმას იზამდა ეს ჩემი ადგილია ეს ჩემი ადგილია და როგორ დაიკავე იქ შენი ადგილი ნუ იქ ეხლა ძალიან ცოტა ხანი დავიკავე ეს ადგილი იმიტომ რომ იმ წამს ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საჭირო იყო რომ ეს დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის წამლის ფული მეშოვა, თუმცა მიზანი რა თქმა უნდა უკვე იყო რომ მაქსიმალურად უფრო სხვა გადავსულიყავი სხვა სფეროში არა, გინდათ სხვა პირობებში რა, იმიტომ რომ ეხლა მართლაც ადვილი არ იყო, როდესაც აი წარმოიდგინე სიმძიმე გჭირდება ეს ყველაფერი, რომ ანუ მარტო ისე არ არის რომ მოხვედი, ანუ აი ეს ამხელა მძიმე ნიფთები უნდა აიღო, დაალაგო და მივხვდი რომ ეხლა ნუ ვის ამას მარტო აკეთებ. ხო, ვის უნდა შევჯიბრებოდი ეხლა ვერ ხვდები და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს უნდა გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან და რა თქმა უნდა ძალიან პირობები უნდა შეგეცვალა. პირობები უნდა შემეცვალა, ხო. და არა იმიტომ რომ ამაში რამეს ვხედავდი, არა, უბრალოდ არ იყო იქ ჩემი ადგილი, ყველას თავისი ადგილი ჰქონდა და მაქსიმალურად პირიქით ხელს მიწყობდნენ რაც შეეძლოთ. აქედან გამომდინარე უკვე გადავწყვიტე, ნუ მაშინ ევროპაში ეხა არ იყო გზა ყველამ ვიცით და იყო რუსეთში გზა. გადავწყვიტე რომ რუსეთში წავსულიყავი, თუმცა იმ რუსეთისთვისაც ფული აღარ იყო, იმიტომ რომც ბილეთი აგეღო მაგისტრის ფული არ იყო და ნუ ესეთი პირველი სესხი, პირველი $300 ვისისხე.
$300 წახვედი პესეს, რუსეთში. ხო. მაგრამ მაშინ $300 ფული იყო რა, ისეთი მაშინ რომ ბიზნესი ფული დაგეწყო. იყო $300, ეს მაშინ ეხა ბანკი არ მომცემდა და ერთ-ერთმა ჩვენმა ძალიან ახლო მოკლედ მეგობარმა ამხანდაგმა სხვათა შორის არც უსესხებია სული და გულით ესე მომცა, თუმცა მე მაინც დავაბრუნე. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ წუთას ის $300 და რომ წავედი სავაჭროთ, ანუ იმისათვის რომ რაღაც იქ შემესყი და შემდეგ აქ ჩამომეტანა და ჩამებარებია. თუმცა იქ გავხდი ასევე კონსულტანტი კოსმეტიკური საშუალებების Mary Kay იყო თუ გახსოვს რა. და გავხდი მაშინ ეს კონსულტანტი. ნუ კონსულტანტი რო გახდი ნიშნავს რომ ის ყველაფერი მე უნდა რეალიზაციაში და უნდა გაყიდო. საქართველოში პირველი შენი წამოწყება იყო Mary Kay. კი, პირველი ჩემი წამოწყება იყო Mary Kay. პროდუქცია როცა უნდა გამეყიდა, ამისათვის გჭირდებოდა წრე. რომელიც რაც არ არსებობდა ფაქტიურად, კეთილი ადამიანები ყოველთვის ჩნდებიან. ნამდვილად. და აქედან გამომდინარე, მოკლედ დავიწყე ესეთი ახალი ბიზნესი იყო კოსმეტიკური Mary Kay-ს, პირველი Mary Kay-ს. სხვათა შორის Mary Kay ერქვა პირველი. ანუ აღმაშენებელზე, როდესაც მე გავხსენი ობიექტი, მას ნატალი არ ერქვა Mary Kay. მაღაზია ეს იყო მაღაზია მხოლოდ თუ იყო ასევე სილამაზის სალონი. როგორც იყო. ეს იყო მაღაზია, თუმცა მაღაზიამდე ეხა ყველა დეტალები რომ მოვყვეთ, ძალიან დიდი დრო იყო იმისათვის რომ მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალებია. მაღაზიამდე რომ მივსულიყავი, კარდა ვდიოდი ქვია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ესე მაღაზიას ვერ გახსნიდი. საინტერესო ეგ დეტალები მოვყვეთ. დეტალები არის ის რომ აი პირველი მაღაზია რო გახსენი აი რების გადავახვა. პირველი მაღაზია რო გახსენი. აი მახსოვს რომ ჩემი მეგობარი კლასელი და ახალი მეგობარი რომელიც 0 კლასიდან ერთად მოვდივართ მეუბნება რომ ძალიან მაგარი ადგილი ქირავდება აღმაშენებელზეო და იქნებ რაღაცა გაგეკეთებიაო. ეგრევე მივედი ვნახე, შევხედე ძალიან ესეთი მომეწონა, მაგრამ იმ დროს ნახეთ მოსაწონი არ მოსაწონი არა. იმ წელს დაიბადა იდეა, რომ აქ უნდა გავაკეთო Mary Kay-ს მაღაზია. სადაც სარემონტო საშუალებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ ესე შევღებეთ რაღაცა და იმ მაღაზიასთან ერთად სარკეები, აი სარკეები, პირველი სარკეები სხვათა შორის იმისათვის რომ რაღაცა ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო, ეს სარკეები მოვიფიქრე რომ სამკუთხედივით უნდა ყოფილიყო, სამკუთხედი სარკეები. ხო, ნუ ახლა იცი რა, ახლა იმ დროს მაქსიმალურად იყო ფინანსური ნაწილი დასაზოგი და აქედან გამომდინარე ესე ლამაზად გამოვიდა ძალიან. თუმცა პირველი იყო ეს როგორც Mary Kay-ს სალონი, ისა მაღაზია და ასევე საპარიკმახერო. ანუ საპარიკმახერო იყო, იმიტომ რომ სადაც მე დავდიოდი თვითონ სალონში თმის გასაკეთებლად ერთ-ერთმა სტილისტმა შემომთავაზა რომ თუ ადგილს მაშინ არ იყო, ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი. ერთ-ერთი პირველი იყო, არასოდეს არ დამავიწყდება. ერთი ჩვენ ვიყავით და ერთი კიდევ სალონი, რომელიც ამ თვითონ სავარძელს ვეძებდით, სტილისტის სავარძელს და ერთი იყო ეს სავარძელი და ვინ პირველი რო აიღებდა იმ სავარძელს. წარმოიდგინე და მაშინაც ვინ დაასწრებდა, ეხლა რა თქმა უნდა ის სავარძელი მე დავასწარი და ჩვენ ავიღეთ, რა დრო იყო. იმ დროს, ნუ არ ვიცი, ხო, ძალიან ისეთი. კარგი და აი მე როგორ განვითარდა, აი განვითარების პროცესიც მინდა პირველი იყო ეს Mary Kay-ს როგორც თქვი, ეს მაღაზია სალონი, სადაც მე თვითონ ვაკეთებდი მაკიაჟს და რა ვიცი, ძალიან მოსწონდათ
ეს მაკიაჟები დღესაც რომ ხვდებიან, გახსოვთ თქვენ რომ გამიკეთეთ პირველი საქორწილო მაკიაჟი და ასე შემდეგ და ძალიან ბედნიერი ვარ დღესაც რომ რა ხვდები. თქმა უნდა. ყველა პროფესიას აბსოლუტურად რაც ამ ბიზნესს ეხებოდა მე თვითონ ვსწავლობდი. კოსმეტოლოგიას, მე ხლა რასაც ვუყურებ, ყველაფერში თავიდან ბოლომდე შენ ჩართული ვარ, თუმცა პროფესიას იმ დროს ვსწავლობდი იმისათვის რომ ნახეთ 90-იან წლებში სწორად როგორ კეთდება ერთი და თან რომ ვინმე გამეგზავნა კიდე დამატებით 2-3 ადამიანი იმის საშუალება არ იყო. აქედან გამომდინარე მე თვითონ მივდიოდი, მე თვითონ ვსწავლობდი, შემდეგ მე ვასწავლიდი და თანამშრომლებს დამატებით ესე ვიყვანდი. მახსოვს რომ პირველი ნატალის, ანუ რეალურად ეს Mary Kay უკვე იქცა შემდგომ უკვე ნატალის სალონად. მე თვითონ ნატალია ვარ და აქედან გამომდინარე არც მიფიქრია დიდად სიმართლე გითხრა რა უნდა დავარქვა მარკეტინგულად არის თუ არა სწორი არის თუ არა გამართული არის თუ არა ესეთი დაბოლოება ასეთი უნდა კონდეს თუ ისეთი უნდა კონდეს პირდაპირ დავარქვე ესეთი სახელი ნატალი ეხლა დღეს რომ მეკითხებიან უკვე მარკეტოლოგები ალბათ იცოდი იქ ესეთი წერტილიანი თუ ασეთი უნდა დაგესვა მართლა იმ დროს არც იყო ალბათ მაგაზე საუბარი არც წარმომედგინა იმაზე თუ რა უნდა ყოფილიყო და ეს იყო ერთ-ერთი ჩემთვის ეხლა იმ პერიოდში მაგაზე რო გეფიქრა ალბათ არ იყო უმნიშვნელო იყო თითქოს ჩემთვის სიმართლე გითხრა იმ წუთას რა უნდა დარქმეულიყო ესე დავარქვი და ამითი ისა და შეთაშორის ბებია ჩემს ვეცი ძალიან დიდი პატივი იმიტომ რომ ბებიამ დამარქვა ეს ნატალია ძალიან მოსწონდა ეს სახელი იმიტომ რომ ბებია მისი ანუ ყოფილა თვითონ ნატალია ბოლქვაძე სხვათაშორის რომელიც ძალიან მაგარი ქალი იყო და მის სახელი მინდა რქონდაო და 70-იან წლებში მე სულ ვიძახი ხო ჩემ წელთა აღრიცხვამდე ეგ სახელი მაშინ მოდაში არისო ხო ნატალი და დედაჩემმა დამარქვა ნანა და იმიტომაც არის შენი მეგობრები ნანას კეცას ხო იცი რატო იმიტომ რომ ნატალია მერქვა პასპორტით და ნანა მერქვა მეგობრებისთვის და იმ დროს ნატალია მინდოდა რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებდი ნატალია სახელი პასპორტიდან გადამეწერა და დანა დამეწერა ნატალი რო davარქვი ამ პირველ სალონს ბებია მაშინ ცოცხალი იყო მახსოვს ისეთი ბედნიერი იყო და დღეს უკვე სიმართლე გითხრა უკვე ეს სახელი უფრო მომწონს ხო ნატალია ხო ვიდრე თუმცა მოკლედ ეს მე მგონი ნატალის სახელმა ძალიან გაამართლა ამ შემთხვევაში ხო ალბათ ბევრმა შრომამ გაამართლა და ეს იყო ერთ-ერთი და მაგრამ აი სახელიც ну ალბათ ეხლა ესე ამ გადმოსახედიდან რთული, იმიტომ რომ 30 წელია ნატალი ვიცით და სხვა ალბათ ვერც წარმომიდგენია რომ შეიძლება ერქვას და რაღაც თან ყველაზე მეტად რაც მომწონს ნატალი ჯგუფში არის ის ეხლა მე ხო ჩახედული ვარ ხო გიყურებ აი ყოველდღიურად შენ თვითონ მართლა რამდენ ენერგიას და როგორ ყველა დეტალი იცი, ყველა თანამშრომლის, ყველა პროცედურის, ყველა პროდუქტის და ეს რაღაცა ერთობლივად მართლა ქმნის ნატალი ჯგუფს და შენი სახელი უნდა ერქვას ამ კომპანიას. მადლობა, თუმცა ეს მარტო ბიზნესი მართლა არ არის. ეს არის ტკივილიდან გადმოსული აი ამ სიხარულამდე და მივყვეთ მე გაგაწყვეტინე, აი მე მივყვეთ პირველი ნატალის სალონი. ხო, პირველი ნატალის სალონი, ну, შემდგომ უკვე დღესაც არის რუსთაველზე მაკდონალდის უკან. მახსოვს ეს ფოტოში. ეს იყო ავტოფარეხი. ეგ მახსოვს, ეგ სალონი მახსოვს. იმ ავტოფარეხში, აი, იხაც რომ ვფიქრობ, რომ რატო გადავედი იმიტომ რომ ნუ ეს ახალგაზრდული ემოციური ის მაინც მქონდა და ნუ რაღაცა რა ვიცი იმ წუთას გადავწყვიტე რომ უნდა გადავსულიყავი ამ ესეთ ავტოფარში. სხვათაშორის მანდ იყო მე მგონი პირველი სოლარიუმი თბილისში არა? კი, სოლარიუმზე მე ხა ისეთ კარგ საინტერესო რამეს მოგიყვები. ეს არ გადაუხვიოთ. ხო, ჯერ ეს იყო მაკდონალდის უკან ესეთ როგორც ვთქვი პატარა ავტოფარეხში, თუმცა ამ ეს შიგნით იყო რა სახლის
ეზოში ფაქტიურად. იმ დროს ისეთი მანქანები მოდიოდნენ ეს ჩვენი მომხმარებლები, რომ ანუ რიგი იდგა ხოლმე თუ გინდ იმ ავტოფარეხში, აი ძალიან კარგი წლები იყო და კარგი დასაწყისი იყო ამ ყველაფრისთვის. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველაფერი სიახლე თუ რამე იყო შემომეტანა. როგორც ახლა ცდილობ, რა ყველა სიახლე შემოიტანა. კი ბატონო, ეხლა ვცდილობ, მაგრამ თუმცა ეხლა მაინც არის და შემოაქვთ ასე თუ ისე, თუმცა მაშინ არაფერი არ იყო. ნამდვილად არაფერი არ იყო. აი ამ პერიოდში ნათია უკვე რამხელა არის. ხო, ამ პერიოდში უკვე 92 წლიდან უკვე ნათიას გაზრდასთან ერთად ჩემი მეუღლე, რომელიც დღეს ძალიან ხარში მიდგას და სუმედგა, გავიცანი სოხუმელი, თბილისში გავიცანი სოხუმელი, რომელსაც სოხუმში არ ვიცნობდი და სიტყვა გამიმართლა არ მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერს აღწევ მხოლოდ შენი შრომით, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია ეს სიტყვა ვიხმარო. და მადლობა მას უთხრა იმისათვის, რომ ესეთი არაჩვეულებრივი ოჯახი და შვილები გვყავს და ამ ყველაფერთან ერთად მიმდინარეობდა ბავშვების გაზრდა, გაჩენა. და ამდენი ბავშვი რამ გაგაჩენინაო, რომ მეკითხებიან, მე ვიძახი რომ უთხარი მაყურებელს რამდენი შვილი გყავს? 4 შვილი მყავს, 1 შვილი და ვეუბნები, რომ უშუქობა იყო და რა უნდა მეკეთებია. ხო, აი ხლა ნუ გვეცინება, მაგრამ რეალურად ძალიან რთული არის თან იმ პერიოდში. დღეს გამარტივებულია, ნუ იქ დამხმარე შეიძლება ყავდეს, რაც ბევრად უფრო მარტივია დღევანდელ რეალობაში შვილებიც, საქმეც და იმ პერიოდში თან აი ამ სირთულეებთან ერთად 4 შვილი გააჩინო, გაზარდო და პარალელურად ის იმ პერიოდში კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა. ეს საქმიანობა და ბიზნესი აკეთო ქალმა აი არ ვიცი, აი მართლა ალბათ ერთეულები არიან და ერთ-ერთი ხარ შენ. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ძალიან ესე მიხარია ხოლმე ამ სიტყვების მოსმენა. მაგალითია, მე რატომ მინდა და რატომ მინდოდა, რატომ მქონდა სურვილი ამის, რომ ეს მოგეყოლა, იმიტომ რომ ეს მაგალითი არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის და სტიმულია ძალიან ბევრი ქალისთვის, იმიტომ რომ დღეს როცა მართლა ბევრად უფრო გამარტივებულია ვიდრე 90-იანებში იყო, მაინც რაღაცები გვაფერხებს, რაღაც აი ბევრი ქალი არის დარწმუნებული, რომელსაც რისკების ეშინია და შენ ხარ მაგალითი მაგის, რომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, რა თქმა უნდა რისკის გარეშე ყოველთვის შეუძლებელია. რისკის გარეშე შეუძლებელია, თუმცა შრომა აი აბსოლუტურად ყველაფერს და ყველაფერი შეიძლება მიაღწიო, მიზანია. უნდა გქონდეს აუცილებლად, მე მინდა რომ ისევ დაუბრუნდე, როდესაც პირველად გადავწყვიტე, რომ ამ ეს უკვე ბიზნესი ყოფილიყო, ჩემი იქ უკვე მიზანი მქონდა, რომ საქართველოში პირველი უნდა ყოფილიყო სილამაზის სალონი. პირველი სილამაზის სალონი, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს იყო მიზანი. ამ მიზნისკენ უკვე შრომის გარეშე ყველაფერი წარმოუდგენელია. რისკი აუცილებელია. რისკი შინაგანად თუ არ გაქვს ფაქტიურად მაშინ ვერაფერს ვერ აღწევ, მაგრამ აი მე რასაც ყვები, იმაზე ბევრად რთული იყო ჩემი ისტორია, ვიდრე დღეს მე ამ ყველაფერს გადმოვცემ. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ის არ არის შესაძლებელი, ამას ვერ ვემხრობი, ყველაფერი შესაძლებელია, აბსოლუტურად მთავარია, რომ ამ ყველაფრისთვის, ამ მიზნისთვის ნელ-ნელა და არა ერთიანად მიზნის მისაღწევად შრომიდან გამომდინარე ყველაფერს მიაღწევ. ერთ-ერთ ისტორიას მოვყვები, სანამ მოყვები კითხავ. შენ ფიქრობ, რომ შენ საბოლოო მიზანს მიაღწია? არა, რა თქმა უნდა, არა. აი ამას არა, საბოლოო მიზანს კი არა, მე მგონი ეხა ვიწყებ. სიმართლე გითხრა, ეხა ვიწყებ რეალურ ბიზნესს, იმიტომ რომ აქამდე ეს ყველაფერი იყო სწავლიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან ბევრი შეცდომებიდან გამომდინარე ნასწავლი მთელი ჩემი ეს ეპიზოდები და ცხოვრების და ბიზნესისკენ მიმართული, მაგრამ ფინანსურ წარმატებას ეხა ვიწყებ.
ამას ნამდვილად ვაცხადებ, რომ ჯერ ეხლა მაქვს დასაწყისი ამ ყველაფრისა. არ მიპასუხე ნატალი, როგორც სხვა ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი ნოვატორი იყავი, ასევე მახსოვს პირველად სოლარიუმში მოვედი ნატალიში. პატარა ვიყავი მაშინ, ეს ძალიან ადრე იყო. ხო არ ვცდები? არა, ერთ-ერთი სხვათა შორის, ერთ-ერთი, იმიტომ რომ იყო ასევე ბაზარზე, ესეთი ძალიან კარგი წარმატებული სოლარიუმ კლუბი, სოლარიუმზე ეხლა ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვები, რომელიც მე მგონია, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება, რომ გაითვალისწინონ რამდენად შესაძლებელია. სტამბულის გამოფენაზე შემხვდა იტალიური კომპანია ტექნოსოლესი სოლარიუმის აპარატები და ეხლა, გავგიჟდი, გადავირიე, მინდა და დამთავრდა. მინდა კარგია, მაგრამ ეხლა ფასი რო ვკითხე, იმ წუთას ცოტა ესე დავფიქრდი, იმიტომ რომ მინდა თუ არა? მინდა, მაგრამ არა, მინდა. არა, იმ წუთას არც მიფიქრი არ მინდა, უბრალოდ როგორ მინდა, ეხლა და რანაირად მინდა. მაგრამ როცა გინდა ყოველთვის გამოდის, აი ნახე რომ არ მინდა არსებობს. და მინდა, მაგრამ ნახე ეხლა თუ ყიდულობ ვიყიდე, თუ არ გინდა, ეხლა პირდაპირ იტალიაში, რა გინდა, რატო მიდიხარ და მივწერე, რომ მე მინდა, რომ თქვენი წარმომადგენელი გავხდეს საქართველოში. წარმომადგენლობა გახდეს საქართველოში არ ნიშნავს ერთი აპარატის შესყიდვას. იტალიაში ეს იყო პირველი საერთოდ ევროპაში ვიზიტი და იტალიის საელჩოში რო შევედი, იტალიის ელჩი მეკითხება, დღესაც არ მოვიწყდება უკვე ის სიტყვები, რომ აბა რა ღირს წუთი სოლარიუმი, სად მიდიხარო და იტალიაში მივდივარ სოლარიუმის საყიდლად და ასე შემდეგ და წუთი სოლარიუმი რა ღირსო მეკითხება და ვიცოდი კიდევაც ეხლა რომ არ მწოდნო და მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ჩემი ესეთი გამოსაცდელი რომ წუთი სოლარიუმი რა ღირს და მოვუთხარი რა ვიცი წუთი ლარი ღირდა თუ 2 ლარი ეხლა იმ დროს რაც უთხარი მახსოვს 2 ლარი ღირს წუთი მეთქი გამიშვეს იტალიაში მივდივარ პადოვაში აქვს ამათ ქარხანა თვითონ ამ ტექნოსოლეს და ჩავფრინდი ვენეციაში მივდივარ შემხვდა დელეგაცია თავისი ამბებით და გონიათ რომ მე ჩამოვდივარ მარტო არა დელეგაციასთან ერთად იმიტომ რომ წარმომადგენლობა მინდა საქართველოში და არა ახლა ერთი სოლარიუმი და გამომრჩა რომ მე თქვა ყველაზე მთავარი რომ პირველი ჩემი სესხი იყო პროკრედიტ ბანკში იმიტომ რომ ამ აპარატის საყიდლად მივდივარ აპარატის საყიდლად სოლარიუმის აპარატის საყიდლად მივდივარ რომელიც ღირს $10,000 თუ ევრო უფრო სწორად ახლა იტალიაში ევრო და უნდა საიდან მოვიტანო ესა პირველი იყო პროკრედიტში რომ ეს 10,000 ავიღე და მიმაქ ქეშად ეს ჩალაგებული გემრიელად კარგად მივდივარ ბედნიერად თავი მომაქვს რომ რას ქვია ამ ხელა ფულით მივდივარ რომ ჩავედი და თარჯიმანი მომიყვანეს იმიტომ რომ ხო სამწუხაროდ ენა ესე არ ვიცოდი და ინგლისურად და არც თარჯიმანი მომყვება, არც არავინ მომყვება და ამ დროს ჩავედი და თარჯიმანი მომიყვანეს. რუსულად საუბრობდა ეს ქალი, რუსულ-იტალიურად და თქვენო გელოდებოდნენო, წარმომადგენლობასო და თუ თქვენ ბრძანდებითო, კი ბატონო, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? მე მარტო ჩახე უცებ ვერ არ დავიბენი, მე მარტო ჩამოვედი, რაზეა საუბარი და აბა მობრძანდით ქარხანაში, წამიყვანეს ქარხანაში, დღესაც მაქვს ეს სურათები დღესაც მაქვს ის სურათები, რომელიც იმ ქარხანაში მაქვს გადაღებული. თავი მიჭირავს ისე რომ მეტი არ შეიძლება, რა ვიცი ეს მანქანებით ისეთი ახლა ძალიან მდიდარი თვითონ კომპანია იყო და რა თქმა უნდა დახვედრა ისეთი წარმოაჩინეს რომ მეტი არ შეიძლება და ეხა რომ მივხვდი რომ უკვე ერთ სოლარიუმს ვერ ვამბობ აქ სიტყვას და ერთ აპარატს უფრო სწორად მჭირდება რაღაცები, ეგრევე მოვიფიქრე რომ
თავდაპირველად ავიღებ სამ აპარატს, ერთი ჰორიზონტალური, ერთი ვერტიკალური და ერთი სახე. იმისათვის რომ მოვსინჯოთ ეს ყველაფერი თუ საქართველოში როგორ უნდა წავიდეს. ამ დროს სამი აპარატის თანხა არა, ერთის მიდევს ქეშად, მაგრამ რომ მივხვდი რომ ქეში არ არის აქ საჭირო, არამედ გადმორიცხვა არის შემდგომ საჭირო და გამზადების შემდეგ ეს ხდება ყველაფერი. ისე თამამად შეუკვეთე სამი აპარატი, რომ მეტი არ შეიძლება და მოკლედ ძალიან დიდი ესეთი კარგი გემრიელი, ნუ არაჩვეულებრივად დამხვდნენ, წამოვედი, გამოვედი, შემოვედი და წამოვედი საქართველოში და იმის ფიქრით რომ ღმერთო სამხელა ფული საიდან მოვიტანო. წარმოდგენას არ მქონდა, იმიტომ რომ ის $10,000 რომ მოეცათ, ამისათვის ნუ რამდენი ხანი ბანკში დავდიოდი, ყველა ვინც მისმენს ეხა ალბათ ახსოვთ ის. რამდენი ხანი დავდიოდი იმ ბანკში რომ ეს 10,000 მოეცათ, ოღონდ დოლარი მოვცეს მაშინ და ეს ევრო იყო. შემდგომ მოკლედ როგორ გადაიხადე ეს ყველაფერი გადავიხადე, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერც მოხერხდებოდა და აი ესეთი საათის ისარევით მინდა რომ აბსოლუტურად ყველას კონდეს საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში ესე დატრიალდეს, როგორც დაგიტრიალდა მაშინ დატრიალდა ეს საათის ისარი. აი რიგები იდგა ეგ პერიოდი უკვე მეც მახსოვს. ფიქრობდა რომ ისო პურის რიგიაო, იმხელა რიგები იდგა. საოცრებები ხდებოდა. ანუ ეს იყო ერთ-ერთი პირველი წარმატება, ყველა წარმატება იყო რა თქმა უნდა ყოველდღიური, თუმცა ეს იყო ძალიან ერთ-ერთი დიდი წარმატება უკვე ამ ყველაფრის იმითი და დღეს ისეთი მეგობრები არიან ეს იტალიელები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იციან და უკვე იხსენებენ, ეს ყველაფერი მოყოლილი მაქვს 100 ჯერ და უკვე იცინიან, იმიტომ რომ თვითონ ამ სუფრაზე რო მეპატიჟებოდნენ, მე ხომ მარტო ვიყავი და წიგნი დამქონდა იტალიის თარჯიმისი და ესე ცადღირძელოებსაც ვამბობდი ხოლმე იმები. ხო, ანუ ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, წარმატება ნატალი ჯგუფის. ანუ ასე ერთ-ერთი პირველი, თუმცა მანამდე ეხა ძალიან აი რიგები ყველაფერი წარმატება. ეს ცნობადობა მე მგონი მაშინ მაქედან დაიწყო. ყველა ნაბიჯი წარმატება, მე ვთვლი პატარა იქნება თუ დიდი. ნატალი ძალიან ბევრმა სხვათა შორის საქართველოში არ იცის ნატალი ჯგუფი რას მოიცავს და ბევრს გონია რომ მხოლოდ სილამაზის სალონებია, ზოგს გონია რომ სილამაზის სალონები და ასევე არის კლინიკა. რეალობაში ძალიან დიდი არის ნატალი ჯგუფი და მოგვიყევი რას მოიცავს ნატალი ჯგუფი თავიდან ბოლომდე. პირველი იყო სილამაზის სალონები და ესეთი სლოგანი იყო ჩემი სილამაზე აქ არის. ნატალი ჩემი სილამაზე აქ არის. უკვე ყველგან ეგისმოდა და მესმის კიდევაც კი და ჩამოთვალოთ რას მოიცავს ნატალი ჯგუფი. ნატალი ჯგუფი მოიცავს სილამაზის სალონებს, სპა ცენტრებს, ესთეტიურ კლინიკას, თუმცა ეხლა ვამატებთ ასევე ახალ ესთეტიურ კლინიკას, Skin Era, რომელიც არის სამედიცინო ესთეტიური კლინიკა, საკონსულტაციო სპა კონცეფტი, საკონსულტაციო ჯგუფი, სადისტრიბუციო ნიშნავს, აი რო ავხსნათ მოყოლ. კი ბატონო. ნახეთ, საკონსულტაციო ჯგუფის სპა კონცეფტი ნიშნავს, რომ კონსულტაციას უწევთ იმ ბიზნესებს, ვინც იხლა უნდა რომ დაიწყოს ჩვენ სფეროში მოღვაწეობა, ან სილამაზის სალონების დაგეგმარება, კონსულტაცია, დიზაინი, მარკეტინგული, მთლიანად სხვადასხვა მიმართულება ამ სფეროში. რაც შეეხება კიდე გავაგრძელო სადისტრიბუციო კომპანია, ეს არის უკვე ჩვენი ბრენდები, ჟერმენ დე კაპუჩინი, შენთვის ძალიან ნაცნობი. ფრამესი ასევე თმის მოვლის ბრენდი. დეკა ლაზერული კომპანია. ოფიციალური წარმომადგენლები ვართ ჟერმენ დე კაპუჩინის, რომელიც შენ კარგად იცი. კი, ჩემთვის ფრამეზის იტალიური კომპანიის, თმის მოვლის ბრენდის, თმის მოვლის ბრენდის, ლაზერული აპარატების
დეიკასი ყველა ძალიან წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. სადაც ეს არის უკვე სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ეწევა როგორც გაყიდვებს სხვადასხვა ესთეტიური კლინიკებისთვის, ელამაზი სალონებისთვის, ვაწარმოებთ ძალიან ბევრ ტრეინინგებს, როგორც საერთაშორისოს, ჩვენთან საქართველოში. კიდევ ვინც ადევნებს თვალს ნატალი ჯგუფის სოციალურ ქსელებს, იქ ყველაფერს კარგად ხედავს. ძალიან საინტერესო ივენთები ტარდება ხოლმე მაგ მიმართულებით. ეხლა სულ ხანს იყო ფრამესის ძალიან დიდი კონფერენცია. დეკასიც. ხო, რომ ეკითხებიან, რომ კონკურენციას არ გეშინია, რომ თვითონ ქმნი ამ კონკურენციასო და მე პირიქით, რაც უფრო მეტ ჯამრთელ და სწორი კონკურენცია იქნება, პროდუქტები შეიქმნება, მით უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ არა ხარისხი ბევრად ხარისხი მეტად უფრო იწევს, ცოდნა უფრო მეტად იწევს და პირიქით. და ყველაზე მთავარი, რაც ძალიან მომწონს ნატალი ჯგუფში და ბევრმა არ იცის, ეს არის ნატალი აკადემია. ხო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძალიან ემოციური, სამყო, სოციალური ნატალი აკადემია, სადაც ადამიანები მოდიან, სწავლობენ აბსოლუტურად ყველაფერს ამ სფეროში, რისი სწავლაც შეიძლება და ასევე არის სახელმწიფო დაფინანსებით ეს ეს სამნიშნელოვანია და ბევრმა არ იცის. ძალიან კარგია, ეს არის სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული აკადემია, რომელიც ერთ-ერთი პირველი ვიყავით, როდესაც კერძომ აკრედიტაცია აიღო სახელმწიფოს მიერ. ესეც ერთ-ერთი შემდგომ მერე მოგიყვებით მაგ ყველაფერს თუ ეხლა მოგვიყვებით. როგორი იყო წარმოდგენა, იმიტომ რომ თავიდან, ანუ როდესაც აკადემია გავხსენით პირველად და გავხსენი და ეს იყო როგორც კომერციული რა აკადემია, რაღაცა სწორად მინდა ავხსნა, არა კომერციული, არამედ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, მინდოდა რომ ძალიან ყოფილიყო საქართველოში კერძო ბიზნესი, რომელიც იქნებოდა აკრედიტირებული და ძალიან ბევრი შრომა ასევე, მაგრამ ძალიან ყვაყოფილი ვარ და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ მართლა ძალიან მაგარი საქმეა და თან ეს ადამიანები შემდეგ საქმდებიან უკვე სხვადასხვა მიმართულებებით, იქნება თმა, ფრჩხილი, სპა თუ ასე შემდეგ. პირველად ეს იმიტომაც გავაკეთე, რომ დასაქმებიდან გამომდინარე ჩვენი ფილიალების გახსნა, ასევე მოთხოვნიდან გამომდინარე ყოფილიყო სასწავლო ცენტრი, სადაც დასაქმდებოდნენ ადამიანები და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ უკვე ესეთ მაღალ მასშტაბებს მიაღწია, ძალიან კარგად უკვე ბევრი დასაქმებულია. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც შევიტანეთ ჩვენი პროგრამები, ასევე რეგიონებში ხსნით მომავალ წელს. ძალიან კარგი ამბებია და ძალიან მიხარია და ესეთი კითხვა გამიჩნდა, აი რომ არა, აი სირთულეები, რაც გამოიარა 21 წლის ნატალიამ. აი დღეს როგორ ფიქრობ, აი იქნებოდა შენი კომპანია ესეთი წარმატებული თუ იმან განაპირობა ბევრი რაღაც? ცოტა მიჭირს, იცი რა, ამ კითხვას სხვადასხვა სანამ დამისვავდი ამ კითხვას, მე ჩემი თავისთვისაც დამისვია ეს კითხვა და მით უმეტეს იმისა, რომ არასოდეს გაურება არ მაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვიცი შინაგანად პასუხი. ამ კითხვაზე ცოტათი ესეთი ვარ, ალბათ განაპირობა, იმიტომ რომ რო ვთქვა, რომ ზუსტად ეგეთი ვარ, რომ შინაგანად რომ აი ძალიან ძლიერი და ესეთი ვიქნებოდი, არ ვიცი. როგორი ვიქნებოდი? ყოველ შემთხვევაში ალბათ შინაგან ხასიათში ეს ზის რო იყო ესეთი მაქსიმალურად გინდოდეს რომ წარმატებისკენ იყო. ძლიერი ქალი, ეს ხოთა შორის რაღაც ისე აი გონიათ ხოლმე რომ კომპლიმენტს გეუნებიან რომ შენ ძლიერი ქალი ხარ და რეალურად ამ ძლიერი ქალის უკან ძალიან ბევრი სირთულე დგას და რაღაც გიწევს რომ იყო ძლიერი. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები, მაგრამ აუცილებლად ესეა, იმიტომ რომ ყველა ქალს უნდა ერთია წარმატებული ქალი, მეორე
ყველას უნდა რომ ქალი იყოს. ხო. ქალთან ერთად ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, დიდ სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა ბედნიერი სირთულეებია, წარმატებული, არაჩვეულებრივი, უნდა გვიყვარდეს, რა ვიცი, აი, ჩემი ესეთი სლოგანი არის, რომ აი, სიყვარული ყველაფერთან დაკავშირებული არის ყველაზე დიდი წარმატება. როცა გიყვარ შენი საქმე, ის ყოველთვის წარმატებულია. რომელი საქმე უფრო კარგად იყიდება, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც ემოციებთან არის დაკავშირებული, რომელიც სიყვარულთან არის დაკავშირებული, რა პროდუქტი უფრო კარგად იყიდება, არა პროდუქტი, არამედ მისი ემოცია. ეს ხო შინაგანად მოდის, ყველაფერი სხვანაირად ვერა. ამიტომ ყველაფერი სიყვარულთან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი გამართლებულია, ეს ცხოვრებაც გამართლებულია. ნამდვილად და მე მგონია, რომ როდესაც აი რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა დიდ სირთულეებზე თუ რაღაც პატარა სირთულეებზე ვსაუბრობთ, აი ესეთ სირთულეების დროს ადამიანები ჩვენ თავში პოულობთ რაღაც ბევრ სხვა უნარს, რომელიც აქამდე არ ვიცოდით და მე ვფიქრობ, რომ რაღაც მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავში აღმოვაჩინოთ ის უნარები, რომელიც შეიძლება გვეგონა, რომ საერთოდ არ გქონდა, მაგრამ როცა დაგვჭირდა, აღმოგვაჩნდა, რომ გვაქვს ეს უნარები და არის ზუსტად ახსენი, ეხლა ზუსტად ახსენი. ეხა ის უნარები აღმომაჩნდა ამ სირთულეებთან დაკავშირებით. ამიტომ ეს აი ესეთი კარგად სწორი პასუხი მომეცი, ეხა პირიქით მადლობა. ხო, ნატალი, მე სულ ვამბობ და ეხლაც ვიტყვი და ვთქვი კიდევაც, რომ ბევრი ქალისთვის ძალიან სამაგალითო ადამიანი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ამდენი სირთულე გამოიარე, ძალიან ახალგაზრდამ, შენ შეძელი, რომ არაჩვეულებრივი დედა იყო, არაჩვეულებრივი მეგობარი, არაჩვეულებრივი თანამშრომელი, შენი გიждდებენ, ხო მე ხო უყურებ ნატალიში, როგორ უყვარხარ ყველას და რაც მთავარია, ასეთი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელი და კიდევ ძალიან დიდი გეგმები გაქვს წინ. მე წარმატებას გისურვებ, შენთან ერთად ვარ ამ შენ გეგმებში და დარწმუნებული ვარ, როდესაც შემდეგ ეპიზოდს ჩავწერთ, კიდევ ახალ სიახლეებს მოგვიყვები ნატალი ჯგუფზე და მოუყვებით და რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ ეპიზოდებს, უკვე გადმოგცემ ჩემს გვერდით. და დანარჩენი ეპიზოდები უკვე შენთან ერთად უნდა ჩავწეროთ. ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება, რა თქმა უნდა, საინტერესო თემები გველოდება და მოკლედ წინ საინტერესო გეგმები გვაქვს. მადლობა სალომე, მე ერთხელს გაუსმევ, რომ ძალიან დიდი мотиваცია ოჯახი. სხვათა შორის კითხვა ძალიან ბევრჯერ ყოფილა ხოლმე, როგორ შეიძლება რომ ბიზნესი და ოჯახი დააკავშირო ერთმანეთს, რომ ესეთი წარმატება ორივეგან იყოს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ძალიან დიდი мотиваცია ოჯახი იმისათვის, რომ ბიზნესი უფრო წარმატებული იყოს. მათი სიყვარული კიდე ერთხელ უფრო მეტად გაძლევს იმის უნარს, რომ უფრო მეტი გააკეთო. და ამიტომ მადლობა, მე მინდა მათაც გადაუხადო და ყველა იმ ადამიანს მადლობა იმისათვის, რომ ჩვენს თავნავშრომლებს ხაზი გაუსვი, ყველა ჯგუფს, იმიტომ რომ მარტო ვერაფერს ვერასოდეს ვერ შეძლებ. ყოველთვის უნდა იყოს შენ გუნდთან ერთად და ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. მადლობა შენ დღევანდელი დღისთვის. ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის, რომ ვიყო შენთან ერთად, როგორც საინტერესო იქნება და შენც გიყვარს შემსავით გამოწვევები და ამიტომ იმედია, რომ მაყურებელი რაღაც პატარა ჩემ შეცდომებს მაპატიებს. ხო, მე ვფიქრობ, რომ ორივეს გვიყვარს გამოწვევები და ძალიან საინტერესო გამოწვევას მოვკიდეთ ხელი და საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი ეპიზოდები და ჩვენი პოდკასტი და ასეც იქნება. კი, სასარგებლო უნდა იყოს აუცილებლად და კიდე ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ჩვენს მაყურებელს ყოველთვის უნდა მივაწვინოთ ის სიმართლე და ცოდნა, რაც ჩვენს ინდუსტრიაში ჩვენ ამ 30 წლის გამოცდილება მოგვცა. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს და არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks. გემშვიდობებით.